მოგესალმები დიანა, მოგესალმები ტელემაყურებელს და ტრადიციულად მოგესალმები სინდისსა და პოლიტპატიმრებს, რომლებიც სამწუხაროდ მოგვირვალდა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას და დღევანდელ ლელოძლიერი საქართველოს ბრიფინგს, რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ შედგა და ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება. გასაგებია რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ მსმენელთა თუ ამის გამგებთან ნაწილმა ღლიცინში გადაზარდა ეს სიტუაცია, რომ რაღაც ფოტოს დავარქვათ, რაღაც ვიღაცის სახელი, ტრასას ვიღაცის სახელი და ასე შემდეგ. არ არის ეს სახუმარო თემა და ეს არ არის მით უმეტეს რაღაც გასასარჯებელი სიტუაცია. საქმე ის გახლავთ. ამის სახელი რატომ უნდა დავარქვათ? ხო, მოგახსენებთ. ასე ვთქვათ. მოგახსენებთ. როცა ჩვენ ამ ფორმით გავაკეთეთ ეს ბრიფინგი და ეს თემა აი ამ რაღაც სიმბოლური ნაწილით წინ წამოვწიეთ, ეს ნიშნავს შემდეგს, რომ საქართველოს გაცხადებულად დღეის მდგომარეობით გაცხადებულად ამ ხალხს ამ სიტყვას ხაზს უსვავ, არ გააჩნია გამოკვეთილი გეოპოლიტიკური არჩევანი. მას შემდეგ რაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში გაცხადდა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, მხედველობაში მაქვს 2024 წლის 28 ნოემბრის ცნობილი განცხადება, გაცხადებულად საქართველოს როგორც სახელმწიფოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველი გახდა, როგორც ასეთი. ამ ყველაფერს შეეცადა ხელისუფლება, რომ ამოფარებოდა ამ ყველაფრის ფონზე ეგრეთ წოდებული ომის საშიშროებას, აბა ომი გინდათ აი ამ სიტუაციას და რეალურად გაჩნდა ცოტა ხანში ახალ-ახალი სატელიტ პარტიები თუ პარტია, მათ შორის დაუფარავი სახელწოდებით ნეიტრალები, ანუ ნეიტრალური მდგომარეობა. ვერ მიაწერ ამას პირდაპირ, ხო, ეს არის ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ სივრცეში დაკავშირებულ არხებზე და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ წლებისა და 10 წლეულების განმავლობაში გაკეთებული არაერთგზის, მათ შორის კონსტიტუციაში ჩაწერილი და ასე შემდეგ განცხადება, მათ მიერ, კი ბატონო, რომ საქართველო არის ევროპული ორიენტაციის და ეს მათ შორის ვიზო რეჟიმი, ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არჩევნერ დღეს უკვე რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საკითხი იძულებითად ნელ-ნელა წავიდა, ასე ვთქვათ, ცენტრისკენ, ანუ ნეიტრალიტეტისკენ და რეალურად საქართველო განუცხადებლად დღესდღეობით არის არა ევროპაზე ორიენტირებული და არა ამერიკაზე ორიენტირებული სახელმწიფო. არადეკლარირებულად, მაგრამ de facto. თავისებური საგარეო პოლიტიკა. ეს ყველაფერი რეალურად ნიშნავს რას? წარმოვიდგინეთ, რომ ხარ სადღაც მარჯვენა ფლანგზე და გინდა რომ აღმოჩნდე მარცხენა ფლანგზე და ნელ-ნელა მიიწევ ცენტრისკენ. და ამ ყველაფერს ამართლებ იმით, რომ აბა ომი გინდათ და ასე შემდეგ და 1000 კიდე ყურით მოთრეული თემები, იქ რაღაც გარეჯი საქართველოა, სხვა შორის ეს გარეჯი საქართველოა, გუშინ იყო იმ შეხვედრის არავის არ უხსენებია ჟურნალისტების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავის დროზე ეს არგუმენტი იყო ყურით მოთრეული თავის დროზე, რომ რაღაც გარეჯი საქართველოა და რაღაც ქალი-ქალია, კაცი-კაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ იმ განცხადებას და იმ განცხადებაში სიმბოლურად იმ სახელის ხსენებას, რასაც ქვია ანაკლიის პორტის სახელწოდებასთან დაკავშირებით და შემდეგ ხუმრობებს ამას. ეს ჩვენი აზრით არის გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთების მცდელობა ჩვენის მხრიდან. იმიტომ რომ ანაკლიის სადარი ზომით, წონით, მნიშვნელობით გავლენით მეგაპროექტი, რომელიც შეუძლია რომ საქართველოს საკუთარ წიაღში, საკუთარ ტერიტორიაზე წამოწიოს, არის ამ წუთში ერთადერთი ანაკლია. და თუ ამ პორტს, ამ პროექტს, ამ არა ბიზნეს პროექტს, არამედ გეოპოლიტიკურ პროექტს. მხოლოდ ტრამპის სახელის დარქმევა. როდესაც ტრამპს რომ გაუხარდეს? როდესაც ამ ტიპის სახელს წინ წევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში დევს
ამ მეგა პროექტის ორიენტაციის ხაზი, ანუ ვექტორის ხაზი, როგორც ასეთი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს ასე დავინახეთ. ანუ თქვენი რეალურად თქვენი იდეა რომ ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს ანაკლიაში. ეს წერია განცხადებაში პირდაპირ, ეს წერია რომ ანაკლის სპორტი უნდა აშენდეს. ანაკლის სპორტი აუცილებლად უნდა აშენდეს ამერიკული კომპანიების და ევროპული კომპანიების აქტიური ჩართულობით, ისე როგორც თავის დროზე იყო ეს გათვალისწინებული და იცით თქვენ ამის შესახებ, როცა ანაკლის კონსორციუმი შეიქმნა და როცა დაიწყო ეს შენებლობა, იქ სერიოზულად იყო ჩართულობები უკვე როგორც ამერიკული, ასევე ევროპული სტრუქტურებისა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, შემდეგ უკვე სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვადასხვა საბაბის გამო ანაკლის სპორტის შეჩერებისა და ამ ყველაფერს უკვე რა ვიცი, ნაკლებად პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების მხრიდანაც კი ერთი ფრაზა რომ რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებს ვერ მონათხრობი რომ ასე უთქვამს ივანიშვილს. ახლა რატომ ჩათვლის ივანიშვილი რომ ახლა რატომაც არა შავ ზღვაში ამერიკელები? ეს ბრძოლა, ეს არის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა. ივანიშვილი ჩათვლის არ ჩათვლის ამას ბევრი რამ ახლავს თან და მე ამას წინათ ერთ-ერთ ეთერში ეს გამოვიყენე ეს მომენტი. აი უბრალოდ რომ დახედოთ დღევანდელ რუკას იმ ტერიტორიას, ჩვენს ტერიტორიას და მის შემოგარენს. რა მდგომარეობა? პატარა სახელმწიფო, რომელსაც რა ვიცი, ერთი ჭიკარტის შარჭობი თუ რუკაზე ვეღარ ხედავ უკვე, იმდენად პატარა, ჩრდილოეთში მიდის ინტერესთა შორის კონფლიქტი, გეოპოლიტიკური ინტერესთა შორის კონფლიქტის მადემონსტრირებელი სერიოზული ომი, გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, იგივე მომენტი სამხრეთით ვითარდება ისრაელსა და irans შორის. კომპასის 4-ვე მხარესო ჩემ ერთი ბატონო? კომპასის 4-ვე მხარეს საომარი ვითარება. და დანარჩენი მხარე როგორც ასეთი, მეტნაკლებად ყველა ჩვენი ზომის სახელმწიფოებიც ჩამოყალიბდა თავის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სომხეთს და აზერბაიჯანს. ომი, რომელიც მათ შორის 30 წელზე მეტია მიმდინარეობდა, დასრულდა. სად დასრულდა, როგორ დასრულდა, ხელი ვინმის ჩამოვართვა და ამ შემდეგ მე მგონი ახლა ამის მოყოლა აქ ნამდვილად ზედმეტია თქვენთან და მით უმეტეს ტელემაყურებელთან, სოფლიო მიჩს უკვე ეს ყველაფერი და რეალურად ჩვენ სხვა ტერიტორიაზე ჩამოართვეს, მაგრამ შემდეგ ეს დეკლარირებულად იყო თეთრსახში. რა მნიშვნელობა აქვს? ეს ყველაფერი ხომ ყველამ კარგად იცის, რა როგორ და რანაირად და რაც საქართველოს დღესდღეობით გააჩნია სიმდიდრე, ხო? ხშირად ამბობენ, რომ აი აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, სიტყვაზე სომხეთს აქვს სერიოზული დიასპორა და კიდევ რაღაც და რა აქვს საქართველოს? აზერბაიჯანს ნავთობი და თურქეთი. საქართველოს აქვს ის გეოგრაფია, რომელიც აქვს, რომელიც პირდაპირ შავ ზღვას ესაზღვრება, რომელიც ხიდია ევროპასა და აღმოსავლეთ შორის. ეს არის ეკონომიკური დერეფანიც, ეს არის რა ვიცი, ყველა ინფორმაცია გაქვთ რომ შეიძლება ამერიკული ინვესტიცია იყოს დაინტერესებული ანაკლით და უბრალოდ თქვენი ამ ბრიფინგით რაღაცნაირად წინსწრება გაუკეთეთ ამ პროცესს. დიანა, ინფორმაცია კი არ გვაქვს. მე გეუბნებით პირდაპირ რომ როდესაც შეფერხდა ახლა კონკრეტულად ამ მომენტში ვამბობ. ეს სურვილი არასდროს არ განელებულა. უბრალოდ აქ ხელისუფლების ცვლილებამ და გეოპოლიტიკური ორიენტაციის ნელ-ნელა მინავლებამ და ბოლოს წასვლამ სხვადასხვა მიზეზსაბაბებით რეალურად ეს სურვილი ამერიკული სურვილი კი არ გააქრო როგორც ასეთი. რომელი ხელისუფლება შეიცვალა? ბატონო? რომელი ხელისუფლება? ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, მას შემდეგ გეუბნებით. საწყის ეტაპზე პირველი 4 წელი, ნუ მეორე 4 წლის ნახევარიც ცოტა ესეთი მდგომარეობა იყო, როგორც ასეთი, მაგრამ როგორც კი გარდამტეხ ფაზაში შევიდა, დროის თვალსაზრისით გარდამტეხ ფაზაში შევიდა და ახლა რუსეთს ერთ მშვენიერ დღეს ხო არ დაუწყია უკრაინისთვის ომი, ხო არ გამოუცხადებია. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდიოდა კონფლიქტისკენ და ამ კონფლიქტის გაღვივებისთანავე 22 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ უკვე გაცხადდა რომ ჩვენ ვწყვეტ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებთან, ჯერ ეს გაცხადდა და ეხლა უკვე ღიად
თქვენ თვითონ ჟურნალისტები ბრძანდებით, დღეში რამდენჯერ გესმით ევროპული სახელმწიფოების წყევლა, კრულვა, გინება, კრიტიკა ამ ხელისუფლების მხრიდან და იმის მეათედჯერ მაინც თუ გესმით რუსეთთან მიმართებაში რაიმე კრიტიკული დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. და სწორედ ამ მოცემულობაში რა გაფიქრებინებთ, რომ ხელისუფლება შეეცდება რაღაცა ამერიკული ინვესტიციის მოყვანას სანაკლიაში. ანუ ამის მოლოდინი გაქვთ. მე გითხარით თქვენ რომ ბრძოლა მიდის მეთქი, ბრძოლა მიდის ამ თვალსაზრისით. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. ქვეყნის შიგნით შიდა პოლიტიკური ხმა შეაშველეთ ამ პროცესს. გეოპოლიტიკური ბრძოლა მიდის ახლა და ჩვენ წილად, როგორც კაფიოდ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს ხვალინდელი დღესთან დაკავშირებით, მის გეოპოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვაქვს თუ არა ამის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია რამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ განელებულა ამერიკელების მხრიდან ინტერესი ანაკლიის მიმართ, სამხრეთ კავკასიის მიმართ, უკანასკნელ ირანთან გამართული აი ამ ახალი ცეცხლის კერის ფონზე კიდევ უფრო გააქტიურდა ეს ყველაფერი. თქვენ იცით ალბათ, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, 10 დღის წინ მოხდა რუბიოს ზარი გაკეთდა პრემიერ კობახიძესთან და ეს ყველაფერი გრძელდება, ნუ ჩავთვლით ესე, რომ ისიც იცით, რომ ერთი წელი კიდევ გაუხანგრძლივდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ყადახა თუ შეზღუდვები დე-ფაქტო პირველ პირს, თუმცა რაღა დე-ფაქტო უკვე ალიევის ვიზიტმა ყველაფერი ცხადყო. ანუ მანამდე გეგონათ, რომ არ იყო პირველი პირი, ანუ არ იყო გადაწყვეტილების მიღების მთავარი პირი ივანიშვილი? დიანა, ვის და მე ნამდვილად არ მეკუთვნის ეს კითხვა, იმიტომ რომ 2011 წელს, როცა ივანიშვილის კარზე რიგი დადგა პარტიებისა თუ პიროვნებებისა, იქ მე მგონი რთული ამოსაცნობი და ამოსაკითხი არ იყო, როგორი იქნებოდა იმ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, რომელსაც დე-ფაქტოც და დე-იურეც იმ პერიოდში ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ამიტომ თქვენს კითხვაზე პასუხს და დღევანდელ ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებულ თემასთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ დღეს ლელომ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მკაფიო გეოპოლიტიკური კურსის გამოცხადება და როგორც ერთმა ჩვენი აზრით ოპოზიციაში გარკვეული წონის, ვერ ვიტყვი გადამწყვეტი წონის მეთქი, მაგრამ გარკვეული სერიოზული წონის პოლიტიკურმა პარტიამ ეს ყველაფერი წამოწია კვლავ წინა პლანზე, უკანასკნელი მოვლენების ფონზე, მათ შორის ალიევის ვიზიტის ფონზეც ყველაფერთან ერთად და ვთქვით ის, რაც ვთქვით. რაც თქვით, ეხლა ეს რომ რეალობაში გადმოვიტანოთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ შეიძლება სწორედ აი ამ პროექტით პორტის იდეით და იქ განხორციელებით ამ ბოლომდე მიყვანით, მას შეუძლია ეს მის ხელში იყოს რაღაცნაირი ბანკო, რომლითაც ის დაალაგებს მათ შორის პოლიტიკურ, მათ შორის პერსონალურ თემებს შეერთებულ შტატებთან. ივანიშვილზე ვსაუბრობ. ანუ ოცნებისთვის ანაკლია შეიძლება თუ არა იყოს სწორედ რაღაც მაშველის კარგი პროექტი, რომელსაც მიაყოლებს მთელ რიგ პოლიტიკურ მდგენელს. სრულად გავიგე, რაც კითხეთ და მადლობა ამ ტიპის კითხვისთვის. პირველ რიგში, მე მგონი და მე ვთვლი, რომ ივანიშვილს ეს თავისუფლების ხარისხი არ გააჩნია, რომც ჰქონდეს ამის დიდი სურვილი. და თუ აქვს და გაუჩნდა ეს სურვილი, პირდაპირ ვამბობ, ღმერთმა ქნას, რომ ეს პროექტი გამოვიდეს, რომ ანაკლიაში ჩაიდოს ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, რომ ანაკლია გახდეს სამხრეთ კავკასიის კარიბჭე და იმ გზის კარიბჭე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებამ ტრამპის გზა ეწოდა, იცით ხომ? ზანგეზურის დერეფანს და ასე შემდეგ. თუ ეს მოხდა, ვერავინ ვერ წაიღებს საიქიოში ამ პროექტს თუ ეს გაკეთდა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია და იმდენად დიდ ვალდებულებებს გააჩენს საქართველოს ხელისუფლებების მიმართ, ახლანდელის, მომავლის და ასე შემდეგ, რომ იტყვიან ღირს ამ ყველაფრად ამ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. თუმცა რითიც დავიწყებ, იმით ვამთავრებ, რომ და არ მინდა რომ ვიყო დარწმუნებული, მაგრამ დიდწილად ივანიშვილს ამის პოლიტიკური თავისუფლება, ამ არჩევანის გაკეთების პოლიტიკური თავისუფლება არ გააჩნია, იმიტომ რომ მისი დამოკიდებულების ხარისხი
რუსეთზე არის უდიდესი და ძალიან მეეჭვება და მეძნელება და მერთულება, რომ ესე ერთი ხელის მოსმით, თუნდაც თავისი დაყადაღებული ქონების განთავისუფლების წილად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ესე მარტივად შეცვალოს. კი ბატონო, მადლობა.